ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო თანამემამულენო, ჩემო ძვირფასო გორელებო და კიდევ ერთხელ გილოცავთ 9 მაისს. 9 მაისის მოლოცვა ზედმეტი არასოდეს არ არის. ჩვენ ვიცით გორში ოჯახები, რომელთათვისაც ყველაზე დიდი ზეიმი 9 მაისია. ამიტომ მათ პირველ რიგში, ვეტერანებს პირველ რიგში, მათ ვისაც დაღუპული ყავთ, მამა იქნება თუ პაპა იქნება თუ ვინც იქნება ოჯახის წევრი, ბიძა, ახლობელი, მეზობელი, სულ ყველას ულოცავთ 9 მაისის დღესასწაულს. 9 მაისის დღესასწაულს მერწმუნე ძვირფასო გორელებო, თანდათან ბრწყინვალება უფრო შეეპარება, შეემატება, თორე ის არ დაძველდება, ის ყოველთვის დღის წესრიგში იქნება და ყოველთვის გაბრწყინებულები იქნებიან გორელები მაგ დღეს სიამაყით ახსინლი, იმიტომ რომ იოსებ სტალინი გორელია, ჩვენებურია და ყველაზე დიდი წვლილი, ლომის წვლილი ამ გამარჯვებაში მას ეკუთვნის. ჩვენი სტუმარი დღეს ბატონი ალიკა ლურსმანაშვილი გახლავთ. ის გახლავთ კომუნისტური პარტიის ლიდერი, ასევე გახლავთ საზოგადოება სტალინელის თავმჯდომარე და თქვენ წარმოიდგინეთ საზოგადოება გორელების ერთ-ერთი წევრი. სულთა და გულით მოგესალმებით ბატონო ალიკა, დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და თქვენც ასევე როგორც ყველას სულთა და გულით გილოცავთ 9 მაისის დღესასწაულს. ბატონო ალიკა, ერთი რამ არის საინტერესო, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. თქვენ როცა კომუნისტური პარტია იყო და როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა, მაშინაც იყავით კომუნისტური პარტიის წევრი? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმის სამგონო, მომიწვიეთ და მომეცით საშუალება, რომ ჩემი დადებითი დამოკიდებულება გამოვხატო იმ დიდი გამარჯვების მიმართ, რომელსაც ფაქტიურად მსოფლიო გადაარჩინა. ჩემი მოღვაწეობა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მთლიანად იზღუნილი აქვს კომკავშირულ საქმიანობას. მე ვიყავით კომკავშირის კომიტეტის მდივანი სახსაარჩევნო კომბინატში. შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ მე ხელმძღვანელობდი ამავე კომბინატის პარტიულ ორგანიზაციას წლების განმავლობაში და 1995 წლის 26 დეკემბერს მახსოვს ჩემთვის ეს არის უსაყვარლესი დღე. მე შემახვედრეს საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს, მაშინ ცხონებული დავით ჩუბინიშვილი იყო პირველი მდივანი და იქ გავიგე პირველად რომ დამაწინაურეს და დამასაქმეს საორგანიზაციო გაყოფილების ინსტრუქტორად, რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა ჩემის აზრით ერთ-ერთი გამორჩეული მაშინდელი პარტიული მუშაკი ერეკლე ლოლაძე. ასე რომ ეს მართლაც ბრძანდებით ჩემი მთელი ცხოვრების ნახევარზე მეტი მთლიანად მე გავატარე და ვატარებ ალბათ მომავალშიც გარკვეულ დროს კომუნისტური პარტიის წევრად. ისიც რა ბატონო ალიკა, ძალიან სასიამოვნოა აი ერთგული ადამიანის მოსმენაც, ერთგული ადამიანის ყურებაც. ძალიან სასიამოვნოა იმის თქმა, რომ თქვენ ასეთი ერთგული ხართ კომუნისტური პარტიისა. ჩემთვის მაგალითად ეს კომუნისტური პარტია მიუღებელი გახდათ გულახდილობისათვის თქვენ ალბათ არ გამკითხავთ, მაგრამ აი სასიამოვნოა იშვიათად ნახოთ ესეთი ერთგული ადამიანები, როგორც თქვენ ბრძანდებით. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიკითხო ერთი რამ. აი რითი დაიმსახურა კომუნისტურმა პარტიამ თქვენი ასეთი დიდი თავგაძირვა, ასეთი დიდი სიყვარული და ასეთი დიდი ერთგულება. ადამიანები როდესაც იბადებიან, ყველა თანასწორნი, ხო? რა საკვირველია? ყველა თანასწორნი. შემდეგ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ხდება დიფერენცირება. საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმოშობა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით და ჩემი გადასახედით, ჩემი პატარა ექსკურსს გავაკეთებ. ჩემი მშობლები რიგითი მუშები იყვნენ, არაფრით არ გამოვირჩეოდით. ხოდა წარმოიდგინეთ რიგითი მუშების შვილი, რომელსაც დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ უმაღლესი, ვიყავი კომკავშირი, როგორც ჩვენ მოგახსენეთ და გარკვეულ წისვლას განვიცდით სისტემატიურად, ყოველწლიურად უკეთესობისკენ მიდიოდა ცხოვრება. გუგუნებდნენ ფაბრიკები, ქარხნები, ვითარდებოდა მეცნიერება, კულტურა. თქვენ წარმოიდგინეთ, შეიძლება ბევრმა არც იცის დღევანდელ ახალგაზრდებმა. ქალაქ გორში 120 წარმოება დაწესებულება მუშაობდა. და ამ 120-ში 120 წარმოება დაწესებულებაში მე აღარ ვიძახი ახლა ისეთ დიდ გიგანტებს და საკავშირო და მსოფლიო მნიშვნელობის ქარხანას, როგორც იყო ბამბეული სოფლების კომბინატი. ზუსტად უკვე უნიკალური ქარხანა იყო. კვლევითი ინსტიტუტი და ასე შემდეგ. და ამიტომ
მე როდესაც ჩემს გავლილი ცხოვრების დავინახე ეს იგი გავაანალიზე, როდესაც გარდატეხის პერიოდი იყო 1999-90 წელი. თქვენ იცით რომ მაშინ ბევრმა გამორჩეულმა პიროვნებამ მე მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მიატოვეს პარტია და გადაწყვიტეს რომ პარტიის წევრები აღარ ყოფილიყვნენ. მე პირიქით არ ავჩქარდი და სწორედაც მოვიქეცი რომ არ ავჩქარდი, იმიტომ რომ მე გავაანალიზე სიტუაცია რა იყო, როგორ იყო. ერთი პერიოდი მე მქონდა ასეთი განწყობილება რომ მე ქართველი ადამიანი ვარ და ღმერთთან დამიფაროს ყველანაირი ქართული ჩემთვის ძვირფასია. როდესაც გამოდიოდნენ გვალი მაგიდის ბატონი ზვიადი, ბატონი კოსტავა, შემდეგ გიორგი ჭანტურია, როდესაც მოსახლეობას ხვდებოდნენ და საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოს უნდა იყოს თავისუფალი და დემოკრატიული, რომელ ქართველს არ მომდებოდა რომ ასეთ ქვეყანაში ეცხოვრა. და მეც გარკვეულწილად აქტიურად არ ვიბრძოდ მათ წინააღმდეგ და არც მქონდა სურვილი, იმიტომ რომ მე ვფიქრობდი რომ სიტუაცია მართლა წავიდა და უკეთესობისკენ. რაღაცა ვარიანტში ისინი მართლები. არა, არ გითხრათ, მაგიტომ მე მართლები კი არა. ცამდე მართლები იყვნენ, ესენი აცხადებდნენ ხო, მე სადაც არ უნდა მემუშავა, ხო? მე მაინც კიდევ ერთხელ ხაზგას მაპატიოს ჩემმა ტელემაყურებლებმა, ვიმეორებ ამას, მაგრამ ღირს გამეორებათ. მე ქართველი ვარ პირველ რიგში და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ხო მე კი მომწონდა ეს ყველაფერი და პროგრესაც ვამჩნევდი და ყველაფერს, მაგრამ ესენი უკეთეს გვპირდებოდნენ. იცით, მე ასე ვფიქრობდი, რომ შენარჩუნდებოდა ის ტემპები მუშაობისა, როგორც სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში. მათაც ეგრე იყო. არა, ხო, არა, მაგიტომ ვამბობ. მე თქვენ კითხვას მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყეთ, მაგრამ მე მინდა არსი დაგანახოთ, რა განაპირობა. აი, როდესაც მე დავინახე, რომ ის რაც იყო განაპირები და ეს საერთოდ ძალიან შორს იყო იმასთან, რასაც ისინი გვპირდებოდნენ, ხო? მე გადავწყვიტე, რომ გადავსულიყავი ოპოზიციაში. და როდესაც ოპოზიციურ სპექტრს გადავხედე, იქაც არაფრით არ განსხვავდებოდნენ იმ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, მაპატიონი მათ ნათელში იყოს წასულების უნდა, მაგრამ მათ კეთილშობილური საქმეები უნდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიტომ კიდევ ერთხელ მეორე, მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ მხოლოდ და მხოლოდ კომუნისტური პარტია, მხოლოდ და მხოლოდ სოციალისტური წყობილება იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანები იყვნენ თანასწორნი, სამართლიანობა იყოს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მე უპირველეს ყოვლისა, მე მოწადინებული კი არა, თავს დავდებ იმის გამო, რომ ჩემმა ქვეყანამ რაღაც გარკვეული წისვლა იგზოს, მაგრამ სამწუხაროდ და საუბედურად აი 26 წელი გავიდა და დღემდე არაფერი ჩასაკიდი არაფერი არ გაკეთებულა, პირიქით ყველა მაჩვენებლები უკან მიდის და მე არ მაქვს მორალური უფლება დაუკარგო ის ღვაწლი და ის დამსახურება იმ თაობას და იმ პარტიას, რომელმაც გაცილებით მეტი გააკეთეს ვიდრე დღევანდელი პოლიტიკოსებისა თუ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლება. ამიტომ მე ისევ კომუნისტურ პარტიასთან ვარ, ვიქნები ალბათ სიცოცხლის ბოლომდე და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ როგორღაც დავაბრუნოთ ხელისუფლებაში და მოვიპოვოთ, დავიბრუნოთ ის კარგი და სასარგებლო მომენტები, რომელიც ჰქონდა სოციალისტურ სახელმწიფოში. აი ეს თქვენ სწორად ბრძანეთ. კარგი და სასარგებლო მხარეები, რომელიც მათ ჰქონდა. ბატონო ალკა, უნდა მოგახსენოთ, რომ მე ზვიად გამსახურდია ძალიან კარგად ვიცნობ და იმასაც ჯეროდა ასე, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა ხელუხლებელი, ხალხი იმუშავებდა, ეს ყველაფერი იქნებოდა, უბრალოდ იქნებოდა იცით რა, რომ ჩვენ ცხოვრობდით სხვისი კარნახით, რომ სხვისი კარნახით ვაკეთებდით ყველაფერს, რომ სხვას უნდა ეკარნახა, როდის გვეზე იმა, როდის გვეკლოვა. აი ეს არ მოსწონდათ მას, თორე ზვიად გამსახურდა ისეთ საოცარ ცოდნას ავლენდა სტალინის შრომების მიმართ, რომ გაგიკვირდებოდა და რომ შევეკითხებოდით, რომ რა თუნდოდა ამებს რომ კითხულობდა, რის წინააღმდეგ იცხარ, ის აუცილებლად უნდა იცოდე და თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრ რამეში მართალიაო იძახდა. ძალიან ბევრ რამეში. ეს იცით რა, ცოტა შორს აგვიყვეს ჩვენ ამაზე საუბარი და თქვენ მე იქნება კონდეს იმის ბედნიერება, რომ მარტო ამის სალაპარაკოთ მოგიწვეთ, მაგრამ დღეს რადგანაც 9 მეისია ბატონო, მე მინდა ერთი რამე შეგეკითხოთ, რომ აი თქვენს რიგებში ახლა ამ წუთას თუ არის გარკვეული რაოდენობა ხალხისა, როგორც საზოგადოება სტალინელის, როგორც თქვენი კომუნისტური პარტიის, თუნდაც გორელების, არის სოლიდური რაოდენობა ხალხისა, ბატონო ალიკა? გაგცემთ აუცილებლად პასუხს, მაგრამ ნება მომეცით დაუბრუნდეთ თქვენს თავის დროზე სამართლიან კითხვებს და მოსაზრებებს და შეფასებებს. რაც შეეხება ბატონი რამდენი ყავდა სოციალისტურ საქართველოში და დღეს რამდენი ყავს. მე თავს უფლებას მივცემ, არ მიწყინოთ, მაგრამ
გეტყვით ერთ რამეს. მე როდესაც ვთქვი რომ ვაანალიზებ მეთქი სიტუაციას მართლა ასეა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინ ყავდა ერთი მოსკოვი. აი დღეს მე შემიძლია ჩამოგითვალოთ სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ საშინაო საქმეებში ერევიან. აი შემიძლია პირდაპირ დაგისახელოთ. ჯერ პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ეს თავსართივით არის რა, ასე იგი გვირგვინივით ადევს, ანტიგვირგვინივით ადევს ჩვენ დღევანდელ სახელმწიფოს არსებობას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპაში ამდენი სახელმწიფოც არსებობს, ალბათ შვეიცარიისა და ლიხტენშტაინისა და კიდე ლუქსემბურგის გარდა, ყველა ჩვენი უფროსია. ყველა ჩვენზე ბატონობს. აღარ ვლაპარაკობ პოლონეთზე, ლიტვაზე, ლატვიაზე, ესტონეთზე, ესე იგი, შემდეგ იტალიაზე და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნების გარეშე რომ ვერ ვცხოვრობთ, კი ვერ ვცხოვრობთ, არამედ არ გვაცხოვრებენ. ეს თუ არის კარგი და სიკეთე, ეს თუ ჯობია დღევანდელი სიტუაცია ამ კუთხით, მაშინდელ სოციალისტურ საქართველოში არსებულ ბრძანებულობებს, ხო? ეს ალბათ ჩვენმა ტელემაყურებელმა უნდა გასაგებია. ბატონო ოლგა, თქვენ ვის ადანაშაულებთ ამაში? ერთი წუთით გითხრათ. ვის ვადანაშაულებ, იცით? ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ. აი პირველ რიგში. ჩვენ ქართველები ვართ ამაში. ბატონმა ზვიადმა ნათელში ამყოფოს მისი სული, ის უდიდესი ქართველი იყო, აი მე ტელემაყურებლების ვეუბნებათ მთელი პასუხისგებლობით. ერამ კოსტავა, როგორ შეიძლება ეს ადამიანი? მათ არიცა ვერ წარმოიდგინათ ბატონო ჩემო. ამდენი ბატონი გვეყოლებოდა. როგორ ვერ წარმოედგინათ? პირველმა ბატონმა, მე ერთ რამეს გეტყვით. ბატონმა ზვიადმა, როდესაც იგი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლიდა, ხო? რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ. და უნდა წამოვიღო, მე არ მეგონა თუ ამ საკითხზე ვისაუბრებდით, მაგრამ დოკუმენტს წამოვიღებდი ამონარიც აი ამ ინტერვიუზე. გენდობით ბატონო, რას ძანა? ხო. ბატონმა ზვიადმა ასეთი რამე გააკეთა და გაცხადება გააკეთა, როდესაც მიხვდა იმას, რომ ის რასაც თქვენ ბრძანებთ, არ მოგცემდა საშუალებას, რომ განხორციელებულიყო ჭეშმარიტი სოციალისტური არა, მაგრამ დამოუკიდებელი თავისუფალი სამართლიანობის პრინციპებზე აგებული საქართველოს არსებობას რო არ დაუშვებდა დასავლეთი, ის მიხვდა ამას და აი ამ რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა განცხადება, რომ ყველაფერი ის უბედურება, მოკლედ ამონარის კეთილ, მოკლედ ამონარის მოკლედ შინაარს. ყველაფერი ის უბედურება, რაც კი ჩვენ დღეს გვაქვს, ეს ყველაფერი არის ამერიკის შეერთებული შტატების ბრალი. ხომ გაგიკვირდათ? აი მე თუ კიდე მომიწევთ ამ თემაზე სასაუბრო. რატო გამიკვირდა ამერიკის შეერთებული შტატებმა თვითონ აღიარა და ზვიადი ისა დინების უკუღმა მიდიოდა. დღეს კიდევ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ახლა მე ცოტა შორს წავალ და იმასაც ვიტყვი, ხა რამდენად თუ ამაზე საჭირო იქნება კიდევ ვიმეორებ ცალკე აქ მობრძანება. მოვალ აუცილებლად 99 წელს დატრიალებული ტრაგედიას ამ ყველაფერს აბრალებენ რუსებს და რა ვიცი კომუნისტურ პარტიას და ასე შემდეგ. სადღაც შეხების წერტილები შეიძლება არსებობდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი 99 წელს დატრიალებულ ტრაგედიაში გადამწყვეტი და წარმართველი როლი შეასრულა ამერიკის შეერთებული შტატები. რატო უსმენდა ეს ზესახელმწიფო რუსეთი? საბჭოთა კავშირის ზესახელმწიფო. აღარ იყო. რატო usmenda ამერიკა? აღარ იყო. თუ იცით რატო არ იყო? ბატონო? შევარდნაძის ღალატის გამო. გითხრათ, არა მარტო შევარდნაძე. შევარდნაძე 1972 წელს, როდესაც დაინიშნა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანად, აი იმ დღიდან მოყოლებული, ხო? იგი ებრძვის უკვე ყველანაირ სოციალისტურს. მაგალითები უამრავი შემიძლია მოვიდეს. მისი წიგნი, ჩემი არჩევანი, აი მე ტელემაყურებლებს მე არავითარ შემთხვევაში იმ წიგნს არ წავიკითხე. არა, უნდა წაიკითხო. არავითარ შემთხვევაში. მაშინ დაარღვეთ ბატონ ზვიადის მომენტს. იცით რატო არ წავიკითხე? მე ჯერ ერთი შევარდნაძის სახელის ხსენებაც კი მძარავს პირადად მე. მაგრამ რა შეიცით ბატონო ჩემო საქმე? ზვიადის პირველი უთანხმოება თავის ხალხთან იცით რაზე მოუვიდა? როცა უთხრეს რომ ეს ფაბრიკა გარხვნები და სულ ყველაფერი უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაშიო. გაგიჟდა კინაღამ. ეგ ხო მაფიაო. აი იმისი სიტყვები. რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ არის მაფიაო. ხალხისაა, ეგო და ხალხისა. ამ დროს უკვე აღარც იყო ხალხის. მაგრამ ზვიადის ვერაფრით ვერ გააგებინეს. ვერაფრით ვერ გააგებინეს, რომ იმპერიალისტური სამყარო, თავისუფალი სამყარო, როგორც ეგრეთ წოდებულ თავისუფალი სამყარო, ითხოვდა კერძო საკუთრებას. ზვიადიმ კერძო საკუთრება ვერ გაიგო. კი, გითხრათ და კიდევ ზვიადის კიდე აქვს ერთი წინვალე ნათქვამი და ისევ იკვეთება დღევანდელი დასავლეთის ასე ვთქვათ როლი და იქ ბატონი ზვიადი სრული ჭეშმარიტებას გაღადებს, როდესაც ამბობს იმას, რომ ჩვენ შეგვიბღალავენ ყველანაირ ტრადიციას. ჩვენ გმირებს გამოგვიცხადებენ
უნია თუ ადამიანებად. რატომ? იმიტომ რომ შეაზღიზღონ და არარაობა დაქციონ ჩვენი წარსული. ეს არის ზვიად გამსახურდიას ნათქვამი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ძლიერი პასუხისგებლობით ვაცხადებ იმას, რომ ატონი ზვიადი ამ ქვეყნიდან წავიდა არა რუსების ხელშეწყობით და რუსების მონაწილეობით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია. ოღონდ გამოყენებული იყვნენ მოღალატე ქართველები. ეს ნამდვილად ასე, ეს არის ჭეშმარიტება. თუ გავაანალიზებ და თუ ზერელეთ ვიტყვით და გავიმეორებ იმ ადამიანების პოზიციას, რომლებიც ხელფასს იღებენ დღეს დასავლეთიდან და უბრალოდ ერთ რამეს ეუბნებიან, რომ უნდა აძაგო და მიწასთან გაასწორო იოსებ სტალინი, კომუნისტური პარტია, საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს შეიძლება სხვანაირი აზრი ქონდეს. ბატონო ლიკა, მაინც მე იმ ჩემ კითხვას უბრუნდები. არის სოლიდური რაოდენობა? არა, სამწუხაროდ არ არის. არ არის, ხო? არ არის, მაგრამ ჩვენ ერთი რამე მინდა უთხრა ჩემს ასე ვთქვათ ტელემაყურებლებს. პარტიაში დაახლოებით აქტიური წევრი, დაახლოებით 150-160 კაცამდე ვართ. აქტიური რამე მაქვს ფედერალურ შეცდომებზეება, მოდიან, ხოლო გვაქვს ჩვენ ცალკე სია, მხარდამჭერთა სია. ეს 500 გადასცილდა უკვე. მაგრამ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია თქვა მიმდინარე ამ 16 წლის არჩევნებში რამე რაღაცა, მაგრამ ჩვენ ცდილობას მაინც არ დავაკლებთ. შევეცდებით ყველანაირად, რომ საარჩევნო ბიულეტენში მოხვდეს ჩვენი პარტია. თუ ღმერთი თუ ინებებს ამას და მოგვეცემ ამის საშუალება, ეს ძალიან კარგი. თუ არა და ჩვენი მთლიანი პოტენციალი ალბათ ჩართული იქნება 2020 წლის არჩევნებთან, რომ მოვემზადოთ. მე ხელი მოგიმართოთ სულითა და გულით წარმატებებს გისურვებთ. იცით რა, სტალინელში როგორც ასეთ საზოგადოებას საზოგადოება იქ გაცილებით ბევრი. რა თქმა უნდა. მთელი გორი იქ არის ფაქტიურად. ყველა შეგნებული, ყველა ადამიანი ელემენტარული განათლების მქონე ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო და საქართველო და ისტორიული პიროვნებებს პატივს სცემენ, ყველა ჩვენთან არის. ქუჩაში ხო გავლის საშუალება აღარ არის ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, სულ ყველა საუბრობს იმაზე, რომ აი რა უსამართლობა, რა ის არის და ბოლოს მოაყოლებენ, რომ აუცილებლად იოსებ სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე. იცით რა, ეხლა მე სიმართლე გითხრათ, ცოდვა აღიარებული ჯობია და თუ სტალინის ძეგლი არ დაიდგმება, მაგაზე აი ეს აქციები და ეს ნერვიულობა და ისე ზედმეტად მიმაჩნია. თუ დაიდგება, მივესალმები სულთა და გულით, მაგრამ თუ არ დაიდგება, არც მაგისთვის არ ვინმეს ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც სტალინის ძეგლი აიღეს ბატონო ლიკა, მეორე დღეს მე მანდ ვიყავი. იქ იყო ვნებათა ღელვა. მე ზუსტად არ მახსოვს თქვენ ალბათ იქ ბრძანდებოდით, მაგრამ მე მახსოვს რომ ბატონი ზურაბ წკრიაშვილი იყო ძალიან განერვიულებული და ხალხს რომ მოუწოდებდა რომ რამენაირად დავაბრუნოთ ეს და მე ხალხს ვეუბნებოდი რომ სახში წადით, ნუ გაჩერდებით და ისეთი თვალებით მიყურებდა ბატონი ზურაბი რომ აი რატო არ მაქვს ახლა მოკლის უფლებაო რა რომ მოკლეს აუცილებლად დაგინახავთ მაგრამ ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო სამწუხაროდ არ იყო დაძაბული სიტუაცია მე რაღაც მე მე ვფიქრობდით ქალბატონო რომ ჩვენ იქ დაახლოებით ვიყავით 40 კაცამდე ბატონი ზურაბის ჩვენს გვერდით და თბილისიდან არა მეტი არ იყო მე ვიყავი და მე ვაპირებდი მიტინგის ჩატარებას მეგაფონიც უთხარი რომ მოიტანებდეთ კი და შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ხალხი ცოტა იყო მივიღეთ გადაწყვეტილება რომ კიდე გავსულიყავით ხალხში გვეთქვა ხალხისთვის რომ მოსულიყო საღამოს 6 საათზე მაგრამ საღამოს 6 საათზე მე ძალიან დიდი გულის ტკივილით მინდა ვთქვა ამის თაობაზე იმ 50 კაციდან დაახლოებით არა 6 საათზე მე არ ვყოფილი არა გითხრა ხო მაგას გეუბნები ამიტომ მაგრამ მაშინ იმ არ ვიცი 12 საათი იყო პირველი საათი იყო აი ამ პერიოდში არა 12 კი დილის 9 საათიდან იქ ვიყავით თითქმის 12 საათამდე ხო აი არა ამოდიოდნენ გოროლები მანქანებიდან იხედებოდნენ ზოგიერთი ვისაც მართლა გული ეთკინა და ასიგნალებდნენ თავიანთი მანქანები და ასე სოლიდარობას ასე გამოხატავდნენ. მე შინოდა იმისი რომ რამე არ მომხდარიყო და ის ძვირფასი გოროლები არ გახოვლიყვნენ შალში და არ დახოცილიყვნენ ბოლოს და ვეხოთებოდი სახში წადით ამიტომ და ეხლა რაც მე მაშინ ბატონმა ზურაბმა გინა გულში იმისი იყოს ვინც სტალინის ძეგლი აიღო სიმართლე გითხრათ მაგრამ მე ჩემი გოროლების შიში უფრო მაქვს იცით რა აი რატომღაც უნდა გავაცნობიეროთ ეს რომ ეს სტალინი კი არა სტალინის ძეგლია და ამის გულისთვის სისხლის დახრა უკვე აღარ ხის ბატონო ალიკა არ გეთახმებით და კატეგორიულად არ გეწყინოთ ახლა ჩემი არა რასთანებ მე კატეგორიულად არ გეთახმებით არა ქალბატონო ჩვენი მთელი ისტორია თუ ოდნავ მაინც ვართ ჩახედულები სუყოთის იდგა დამარცხებებზე გამარჯვებებზე და სიკვდილზე არ შეიძლება მამულისათვის ჩემი აზრით იოსებ სტალინის პიროვნება ეს არის
რა ვიცი, როგორ ღმერთის მიერ მოვლენილი პიროვნება, რომელმაც თუ გვექნება მის საშუალება 9 მაისთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ალბათ ვისაუბრებთ და ამ ადამიანის დასაცავად სიცოცხლის გაწირვაც შეიძლება თავისუფლად. რატომ? არა, 56 წელს დღეს რატომ ვახსენებთ? 56 წლის გმირებს დღეს რატომ ვაღმერთებთ? იმიტომ ისინი შეწირულები იყვნენ იოსებ სტალინის ათელხსოვნას პიროვნებას და ამავდროულად დაიცვეს საქართველოს. ძვირფასია თქვენი მოსმენა. ბატონო ალკა, მაგრამ აი 27 წელს რომ 27 წელს როგორც ტერორად და როგორც უბედურობის მომტანა ნახევარ მესამედი ქვეყნის გაწყვეტაში რომ ადანაშაულებენ ისევ ამ მესამედი რამდენი გამოდის თქვენი აზრით? ნუ გამოდის ალბათ რა ვიცი 20 მილიონი მაინც. 27 წელში 20 მილიონი ეხლა. აი მე პატარა რაღაცას გეტყვით. მაგრამ ამ 27 წელში მართალი იყო სტალინი თავისი რეპრესიები. გითხრათ. ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ძველი ეხლა ადამიანები კიდევ ბოდიშს უხდი მე ტელემაყურებელს და თქვენთანაც ბოდიში მინდა მოვიხადო, გამეორება მიწევს. კარგი. ამიტომ ეს ცოტა არ არის მიღებული. არა, ძალიან მომწონდა თქვენი ლაპარაკი და ასე ტელემაყურებელსაც დარწმუნებული ვარ. ამიტომ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ჩვენის გარემო უნდა ვიცოდეთ. ჯერ უნდა შევისწავლოთ გარემო. რა პერიოდში უწევდა მოღვაწეობა იოსებ სტალინს. რა გააკეთა იოსებ სტალინმა, ისეთი რომელიც ფაქტიურად მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ აღფრთა. მან წეგან ჩემი საუბრის დასაწყისში თქვი, რომ მე სოციალურად მუშებისა და გლეხების მუშით ოჯახიდან გახლავართ. მან ფაქტიურად ტიპიური გორელი. ხო და ამიტომ კიდევ ერთხელ მეორე, მან ჩემისთანა ადამიანებს, მამა ჩემს, პაპა ჩემს და ასე შემდეგ მისცა საშუალება რომ ყოფილიყო თავისუფლად ეცხოვრა, თავისუფლად ესუნთქა. ეგზო თამაში დანაშაულება, თავისუფლება არ აქვს სტალინის დროს. როგორ გეკადრებ? მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, ის ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ იმისათვის, რომ სტალინს აგინონ და ლაზღვა, ხო და ამიტომ ხო, საკმაოდ სოლიდურ გადასახადს. მე ახლა ვერავის ჯიბეში ვერ ჩამჯდები და ვერ დავწვლი, მაგრამ ასეა, ვინც სხვისა თვალავ, საკუთარი ვერ დათვალავ, ასეთი კაი გამონათქვამიც არსებობს. ამიტომ მე არ ვეხები ამ ადამიანებს. მე უბრალოდ არგუმენტად მომყავს, რომ ეს არის არასწორი და ვაფასებ ამას უბრალოდ. ვინაც იღებს, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ყველას თავის მეთოდი აქვს ფულის შოვნისა. მაგრამ თავარი მათ მოუწოდებ, რომ სამშობლო არ უნდა გაყიდონ, როცა ამის პერიოდი დაუდგებათ და თქვენ ფიქრობთ, რომ სტალინის შეურაცხყოფა სამშობლოს გაყიდვა? აუცილებლად. სტალინი არის ისტორიული პიროვნება. მაგაში გეთანხმები. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებ, მან შექმნა უკლასო საზოგადოება. ფაქტიურად მოსპო კლასობრივი დაპირისპირება. ეს ვის არ აწყობდა კაპიტალისტური წყობილების ხელმძღვანელს. თქვენ იცით, არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში უკლასო საზოგადოება. იმას დიდი დღე არ აქვს. არა. აუცილებლად უნდა იყვნენ დიდრები და გითხრათ. დიდრები და ღარიბები უნდა იყვნენ აუცილებლად და იქნებიან ყოველ მიზეზს გარშე. სოციალიზმის დროსაც იყვნენ დიდრები და ღარიბები, მაგალითად მეცნიერები, პედაგოგები და სხვადასხვა დარგის თანამშრომლები, რომლებიც გოგითობაძეც ხო იყო მდიდარი. ერთი წუთით. ჩემ თუ მომეცით საშუალებას იმას, რომ ჩემი აზრი განავითარო, ძალიან კარგი იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებ, მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ კადრულობდნენ, ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ არ კმაყოფილდებოდნენ იმ შემოსავლით, რომელიც საშუალებას გაძლევდა სახელმწიფოში გეცხოვრა ნორმალურად. ამიტომ ასეთი ადამიანები ზოგი მიდიოდა ციხეში, ზოგი გადასახლებაში და ზოგი სამწუხაროდ და საუბედუროდ ხდება მათი დახვრეტა და რეპრესირება. ამიტომ ესეც რასაც თქვენ ბრძანებთ 27 წელს, ასე ძალიან გთხოვთ თქვენს და ყველა ტელემაყურებელს, ნუ მიუდგებით ზერელეთ. თქვენ ნუ დაგავიწყდებათ რომ 27 წელს წინ უსწრებდა 33 წელი გერმანიაში გიტლერი როგორ მოდიოდა. ამაზე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მე ორი სიტყვით ვიტყვი იმას, რომ ინგლისი, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ გიტლერი წასულიყო საბჭოთა კავშირზე საუბრად. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს იყო ძალიან დიდი ბრძოლა და დაპირისპირება ფაქტიურად სტალინს მოუხდა სოფლიო ბატონების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ იქ იყო, რა თქმა უნდა, გეთანხმებით იმაში, რომ დანაშაულის ელემენტები შეიძლება შეიცავდეს ზოგიერთი, მაგრამ არა ისე როგორც თქვენ ბრძანებთ, რომ აი 20 მილიონი. მაშინ ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. სტალინმა საბჭოთა კავშირი ჩაიბარა 240 მილიონით. ხოლო როდესაც ბოდიში გიხდით 140 მილიონი მაცხოვრებლი ჩაიბარა სტალინმა. და როდესაც იგი არა, წავიდა 300 მილიონით.
საბჭოთა კავშირში 90 წლის აღწერის შესაბამისად 99 წელს ჩატარებული აღწერის შესაბამისად 300 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მე უბრალოდ ვეკითხები და ალბათ თუ არ მიწყენთ თქვენს გეკითხებით. თუ 20 მილიონი გაჟლიტა და 20 მილიონის რეპრესიები მოახდინა. როგორ გამოხდა რომ თითქმის 160 მილიონით გაიზარდა მოსახლეობა. ეს ხომ არ შეიძლება ჩვენ იმ პერიოდში ვსწავლობდით ბატონო ალიკა, როდესაც ასე გვასწავლიდნენ და როცა ასე იყო. თქვენ რომელ წელში მოღვაწეობთ ინსტიტუტში ან კიდევ? მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან სასიამოვნოა. 84 წელში ფიზიკის ფაკულტეტი. ფიზიკის ფაკულტეტი. მე რამდენადაც მე ვიცი საერთოდ საბჭოთა პერიოდში სწავლებაც იყო ძალიან მაღალ დონეზე და ისტორიასაც გასწავლდნენ აუცილებლად, ხო? ნუ გვასა ფიზიკის ფაკულტეტზე არა, მე ვიცი რომ კი იყო პროტესტები რაში ვჭირდება ფიზიკოსებს ისტორია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან საჭირო კი არა აუცილებელი ყოფილა, იმიტომ რომ სამწუხაროდ და საუბედუროდ თქვენ თუ არ მიწყენთ, სამწუხაროდ და საუბედუროდ მეც ინსტიტუტში ვსწავლობდი, ვიცი რასაც მასწავლიდნენ და იქ ჩემს პედაგოგებს, რა ვიცი, სკოლაში მყავდა ბრწყინვალე ისტორიის მასწავლებელი ოთარ მამისთვალოვი, კორელებსაც ძალიან კარგად ეხსოვება, ბრწყინვალე ისტორიკოსი იყო, ბრწყინვალე პედაგოგი, რომელსაც არასოდეს არ უკადრია ის, რომ კი, იმისის გვეუბნებოდა და გველაპარაკებოდა 37 წელზე კოლექტივიზაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებზე, როგორ არ გველაპარაკებოდნენ, მაგრამ არასოდეს არ მიუწია თავისთვის იმის უფლება, ეთქვა რომ სტალინს პირადად მიუღია მონაწილეობა, ვთქვათ, ერთი ან ორი ადამიანის ბედის გადაწყვეტაში. არასოდეს აქ ლაპარაკი არ შეიძლება რომ 20 მილიონი ადამიანი ასე რეპრესია მოახდინა. ახლა ფაქტია რომ სტალინის დამსახურება ის ბატონო ალიკა რომ საქართველოს უთაოდ არ დატოვა. აი მაგალითად მთელი თავისი ცხოვრება ივანე ჯავახიშვილი მენშევიკური პარტიის წევრი იყო. ჩვენი ნიკო კეცხოველი მენშევიკური პარტიის წევრი იყო. არასოდეს არ შესულა პარტიაში შალვა ნუთუბიძე, მაგრამ იმათ სტალინი ქორევით ეფარებოდა. იმათ ყველაფრის უფლება ჰქონდა. ივანე ბერიტაშვილი მაგალითად არაფერი არ ესმოდა ივანე ბერიტაშვილს. საცხოვრდა რა იყო ბოლშევიზმი, მენშევიკი არაფერი არ ესმოდა. მაგრამ სტალინი მთელი თავისი არსებით იფარავდა მათ, აი რომ საქართველოს უთაოდ არ დარჩენილიყო. ეს აუცილებელია ითქვას და უნდა ვთქვათ კიდევაც. მაგრამ ის რომ 37 წელში ამდენი რეპრესიები იყო, ესეც კანონზომიერია თქვენ წარმოიდგინეთ, სამაგეროდ მსოფლიო გადარჩა ფაშიზმისგან. მე ერთ პატარა ინფორმაციას მოგაწვდით და ალბათ ტელემაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება ეს ცნობა. საერთოდ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, იმ 31 წლის განმავლობაში, როდესაც სტალინი ხელმძღვანელობდა ქვეყანას, მიაქციეთ ყურადღება. სუმთლიანად, მთელ ამ 31 წლის განმავლობაში გასამართლებული იქნა 3 მილიონი 100,000 კაცი. აი მე ძალიან გთხოვთ, ეს ჩემი სიტყვები. შეიძლება გადაამოწმეთ. 3 მილიონი 100,000 კაცი იქნა გასამართლებული. ეს არის მოსახლეობის 1%. 1%. ამ 3 მილიონი 100,000-დან 664,000 გასამართლდა პოლიტიკურ საკითხებზე და წინააღმდეგობებზე, აჯანყებების მონაწილეებზე ასე შეიტყო. 664,000. 664,000-ის ნახევარი გამართლებული იქნა და გაშვებული იქნა სახლში. ანუ თუ კი მიაღწევდნენ ეს არის რეალური ციფრები, არქივიდან ამოღებული ციფრები. მე მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ ამას. ამიტომ კი ის ციფრი, რომელიც ახლა მე უნდა დავასახელო დაახლოებით 200,000, 214,000 ადამიანი, რომლებიც მთლიანად კი არ ყოფილან რეპრესირებულები. არამედ ეს ადამიანები ნაწილი გადასახლებაში იყო, ნაწილი როგორც დღეს უძახიან გულაგი, მაგრამ ამ გულაგში დაიწერა ჩვენი დიდებული წერლების მიერ დიდებული ნაწარმოები გვირთავ არაბი და დატა თუთაშხია. ხო ფაქტია, ხო? ესენი გულაგში ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ ის გულაგი არ იყო, ის საკონცენტრაციო ბანაკებს რო აადარებენ, რა ქვია იმათ და გულაგებს რო ეძახიან. ეს იყო ჩვეულებრივი სატუსაღო, სადაც ყველაფერი საშუალება ეძლებოდა პატიმრებს. მაგალითად, კავსაძის მამა, ხო? გადასახლებული იყო ყველაფერი, მაგრამ ეროვნული ქართული სიმღერისა ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა კაცო. ადამიანისა ამ სატუსაღოებში, სტალინის სატუსაღოებში, როდესაც აი მაგალითად ვოლგადონის არხის მშენებლობაზე, ეხლა დღეს ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ამდენი ადამიანი დაიღუპა. კი, იყო მსხვერპლი, მაგრამ ეს ადამიანები რომ მუშაობდნენ, ერთი დღე ნამუშევარი ეთლებოდათ 3 დღეს. და ადამიანისა ისეთ ხელფასებს იღებდნენ, ამის მოწმეებიც არსებობენ და ოჯახებიც არსებობს დღეს საბედნიერო ცოცხლები არიან. ისეთ ხელფასებს იღებდნენ იქიდან პატიმარი ადამიანები აქ საქართველოში ინახავდნენ ოჯახებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალაპარაკო იმდენი გვაქვს
რომ რა ვიცი, აი ჩვენს ოპონენტებს თუ მაგალითად ეჭვი შეეპარათ ჩემს მიერ აქ ჩამოთვლილ ან კიდე ნახსენებ ციფრებში, ხო? მე დიდი სიამოვნებით დავკარგავ დროს და შევეცდები იმას, რომ მათ ბევრი სისულელები არ იმეორონ იოსებ სტალინის შესახებ. იცით რა არის, აი სასიამოვნოა თქვენი ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, მე სტალინელი არ გახლავართ და მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ძალიან უყვარდა სტალინი. თითქმის ყველა შრომაზე პირად იცოდა და სტალინი რო გარდაიცვალა, მამა როგორ ტიროდა, დღემდე ახსოვთ ჩვენთან სოფელში. თქვენი ისტორიის მასწავლებელი იყო პატივცემული ოთარ მამისთვალოვი და ჩემი ისტორიის მასწავლებელი გახლდათ ომარ ჩუბინიძე. მაგრამ რა შეიცით ბატონო საქმე, მე მაინც სხვანაირად მოწყობილი ადამიანი გახლავართ ამ დისიდენტური ორგანიზაციების ძალიან ახლობელი ადამიანი და ნუ ჩემ მენტალიტეტში ცოტა სხვანაირად არის ჩამოყალიბებული, მაგრამ მე თქვენს ლაპარაკს მხოლოდ მივესალმები. მე თქვენ არ შეიძლება რამეში წუნი დაგდოთ, გაგაკრიტიკოთ, იმიტომ რომ თქვენ ახართ აი უკეთილშობილესი ადამიანი, რომელიც აი მაგალითად მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი თუ გაწყენინებთ, მაგრამ აი როდესაც დაიბარეს ტიციან ტაბიძე და უთხრეს, რომ პაულო იაშვილზე დაწერე, რომ ისო ვიღაცა რიგითმა შეისახკომელმა, რომ ისო ამერიკის მოქალაქე იყო, იმან თქვა საერთოდ და პაულო იაშვილმა ამერიკა და მე როგორ უნდა დავწერო ეგო და ბიჭო უთხრეს, პაულო იაშვილი მკვდარიო და შენო ცოლი ყავო, შვილი ყავ და თავს გაუთხილო, ცოცხალი თავით არ დაწერა. მიუხედავად იმისა, ის განწერული იყო. დღეს თქვენ ხედავთ, ჩემ ბატონო, რა მდგომარეობა როგორ არის, მაგრამ აი ესე განსაკუთრებული განწერული სიყვარული გაქვთ. იგივე იმ კომუნისტური პარტიისა შეიძლება მე თქვენ წარმოვიდგინეთ, არ მომწონდეს კი რა მძულდეს კიდეც, მაგრამ რომ გითხრათ გულისხმობ სტალინს დუს მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. შეიძლება არ მიყვარდეს და თქვენსავე თავს არ ვიკლავდე და მისი ძეგლის დადგმის გამო, მაგრამ სიძულვილით ნამდვილად ვერ შევიძულებ. როგორც გორელს და როგორც მსოფლიოს განმანთავისუფლებელ ადამიანს ფაშიზმისგან. 37 წელი თუ იყო და ეს კანონზომიერია. ბატონო ალიკა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატო იყო ისე, რომ დავით აღმაშენებელმა მე-4 საუკუნის მერე მიიღო სიტყვა აღმაშენებელი? ნიკომსიდან დარუბამდამდე რამდენი ნაძვიც იყო, იმდენი კაცი ეკიდა. ზედ, რატო იძახდა თვითონ დავით აღმაშენებელი, რომ გულზე ფეხი დამადგითო? რატო ტვინი არ აქონდა მაგას? თუ უნდა შესულიყო კოჰაბიტაციაში ბაღვაშებთან, იმეებთან, ამებთან და როგორ განავითარებდა ქვეყანას, მაგასაც დავინახავდი. მაგრამ ის რომ ეს აუცილებელია, ეს აი ერთი რამ მოიტანს მეორე აღმართს, ქართულად რო ვთქვა, დაღმართი აუცილებლად მოხვება და ის რომ 37 წელში ამოდენა ხალხი გაიჟლითა და თუნდაც იმ დიდი სამამულო ომის დროს სამაგიეროდ მსოფლიო გადარჩა. წეგანაცა ვთქვი, ახლა ბაღვაშთან რო დაემყარებინა დავით აღმაშენებელს კოჰაბიტაციური დამოკიდებულება, დღეს მე და თქვენ შეიძლება ასე არ ყოფილიყავით. გიორგი სააკაძე სახელი კაცმა რომელმაც ცოლშვილით დასტმო, შვილით, ყველაფერი და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო გადაერჩინა დააპყრობილი, შაჰ-აბასის მიერ დააპყრობილი საქართველო ისევ სპარსეთის ჯარით შემოვიდა, იმიტომ რომ მას მეტი გზა არ ჰქონდა და გმირსა და თავგანწირულ ადამიანს ესე ადვილად ვერ მიუხვდება ჩვეულებრივი ადამიანი. გიორგი სააკაძის სახელით რამოდენიმე წლის შემდეგ, რამოდენიმე საუკუნის შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ რეაბილიტაცია ისევ სტალინისგან მოხდა. კაცმა არ იცის, ბატონო ალიკა 4 საუკუნის მერე როგორც დავით აღმაშენებელი რა იქნება და ვინ როგორ ახსენებს სტალინს, მაგრამ მე პირადად ლენინგრადში, მაშინ ლენინგრადი იყო ასე შევხვდი იმ ხატვას, რომელმაც სტალინის ხატი დაწერა და ის ღდელი, რომლის კურთხევდა, ის იყო უგონოდ შეყვარებული სტალინზე. ის ამტკიცებდა, რომ ორი პატრიარქის ხსენებული სტალინი აუცილებლად იქნება ნამდვილად მორწმუნე, რომ პატრიარქი სერგი და პატრიარქი ალექსეი პირველი მას მორწმუნედ ასახელებდნენ და აუცილებლად უნდა ყოფილიყო მორწმუნე. მაგის მაგალითებიც არსებობს, როგორ ლოცულობდა სტალინი, როგორ ჯარისკაცებს ჩუმად როგორ ითხოვდა, რომ ნაკურთხი წყალი გადაესხათ მათთვის ომის დაწყების
წინდა მოელოცათ ის ადგილები, საცა ესეთ გამძვინვარებული ბრძოლები აწარმოებდა. ეს ყველაფერი ბატონო ჩემო და აი თქვენ ახლა მე მაინტერესებს ერთი რამ. აი თქვენ მოგწონთ ეს ხელისუფლება? აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს სათავეში? სტალინი აღარ არის ფაქტია. მაგრამ აი სათავეში ვინ უნდა იყოს, რომ საქართველოს გადარჩეს და აღორძინდეს? მაგალითად თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, როგორც იოსებ სტალინი იყო, ზვიად გამსახურდია. და ბევრი ისტორიული მაგალითად. თუ გამოჩნდება კი, თუ თქვენ მეკითხებით როგორი უნდა იყოს. ეს არის ჩემი ოცნება. რატო ვახსენე ეს ორი ადამიანი? ეს იოსებ სტალინი იყო პრაგმატიკოსი, პრაგმატულად უდგებოდა საქმეებს, დასაჯელს ჟიდა და წინ მიყავდა ქვეყანა. ბატონის ზვიადი რატო ვახსენე? იმიტომ რომ მას უზომოდ უყვარდა სამშობლო. აი ამ ორი ცნებას თუ ერთმანეთთან რომელიმე ისტორიული პიროვნება, ან რომელიმე ჩვენი თანამედროვე გააერთიანებს, მაშინ ეშველება ჩვენ სახელმწიფოს. აი ჩემი აზრი ასეა და დანარჩენი რაც შეეხება იმას, რომ საუკუნეების შემდეგ ვის მოიხსენიებენ, ვის არ მოიხსენიებენ, მე ერთიანებ მტკიცედ მცამს. ჩემი საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ადამიანი თავისუფალი იბადება. და თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანი არასოდეს არ დაუკარგავს ისტორიას. და სტალინმა კიდე თავისი მოღვაწეობით, თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ მან თავისუფლებისათვის იბრძოლა სამართლიანობისათვის და გამოვიდა თუ არ გამოვიდა, ამაზე მეტყველებს ის ციფრები, ის მიღწევები, რომელი მიღწევებით მან დაგვიტოვა. თქვენ ახსენეთ პატრიარქი. და რელიგიისადმი სტალინის დამოკიდებულება. როდესაც ომი დამთავრდა, ჟუკოვი სტუმრობდა იოსებ სტალინს. შეიძლება იცის ტელემაყურებლის ისტორია, მე უბრალოდ გავიხსენე. საუბარი წავიდა, ვინ გაიმარჯვა, ვინ არ გაიმარჯვა. სტალინმა მოკიდა ხელი ჟუკოვს და შეიყვანა პატარა თავის კაბინეტის გვერდით მდგარი პატარა ოთახში. და როდესაც შევიდა ჟუკოვი, თვითონ იგონებს ამას. გაუცდა, იმიტომ რომ სულ ხატები და ჯვრები და ასე შემდეგ, მართლმადებლური რა თქმა უნდა. და იოსებ სტალინმა უთხრა, ჩვენ კი არ გავიმარჯვეთ, აი ამათ გაიმარჯვა. ეს არის ისტორიული ფაქტი და ამიტომ კიდევ ერთხელ ასე მივიდა მატრონებს მე მინდა მის ოპონენტებს უთხრათ. რა თქმა უნდა მე თქვენ გეთანხმებით და ძალიან მინდა რომ დავიჯეროთ თქვენ გუწმელი ხართ ყველაფერს იმას რაც ლაპარაკობ. რა მაქვს ხედულობაში? ადამიანმა უნდა იცოდეს ვის ესაუბრება. მე ვიცი თქვენი პოზიცია, თუ ეს გულწრფელი და ნამდვილია, მე თქვენ გააფასებთ. იმიტომ რომ თქვენ თქვენებურად აფასებთ, ისე კი არა ქურდულად, სხვისი აზრის გათვალისწინებით, არამედ თქვენი წმენა გაგაჩნიათ. მოდიხართ ეროვნული მოძრაობიდან. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მე მივესალმები ამ ყველაფერს. თქვენთან საუბარით მთელი პასუხისგებლობით ვაცხადებ. უღრმესი კამათიც კი სასარგებლოა. რატომ? როდესაც ორი ერთმანეთს და ორი განსხვავებული აზრი ერთმანეთს უპირისპირდება, ჭეშმარიტება სწორედ აქ იბადება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მაგალითად ტელევიზია ჩათვლის საჭიროთ, რომ გამოვყოთ რომელიმე ისტორიული მომენტი, ისტორიული ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, ხო? მე მზად ვარ იმისათვის, რომ თქვა ჩვენი აზრი. ეს მე მაყურებელმა განსაზღვროს, რამდენად სამართლიანი იყო სტალინი, იმსახურებს თუ არ იმსახურებს წმინდანად აღსებას, იმსახურებს თუ არა იმას, რომ მის სახლ-მუზეუმში აუცილებლად უნდა იდგეს ძეგლი, ამას ჩვენი ტელემაყურებელი მე მგონი ძალიან კარგად გააჩნია. ბატონო ალიკა, სულითა და გულით გისურვებ თქვენმე წარმატებას. მე წეგანაც გითხარით, რომ შეიძლება თავი არ მოვიკლა ძეგლის გულისთვის, იმიტომ რომ ის ვიცი, რომ ძეგლია და არა სტალინი, მაგრამ თუ კი ძეგლი დაიდგმება, სულითა და გულით მივესალმები. მე თქვენ წარმოიდგინეთ, თქვენს გვერდით მიგულეთ, თუ კი ის ძეგლი დაიდგმება. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, რომლებიც კოჰაბიტაციაში არიან ახლა კაცმა არიციან ვისთან და როგორ იმათი ძირითადი საკვები აი მაგალითად ჩვენთან სოფელში ხო ვანიშვილები არისო მე მგონი ჟამანაკები არიან და ივანიშვილი გონია და ჩვენთან ამ ძირძველ სამოსახლოში ატენში ყველგან ვანიშვილია გამოტვინებულია თუ გამოშტერებულია ვანიშვილი უნდა იყოს და მორჩა ჰიტლერის თქმის არ იყოს მაგრამ მაგათი ძირითადი საკვები ბატონო ალიკა არის ადუღებული კუპრი და უბრალოდ ეშმაკთან საქმეს არიფუჭებენ მე ესე მგონია მოვა დრო და დორგარმონი ჯოჯოხეთში უნდა შევიდნენ და ამიტომ არ არის გასაბრაზებელი ის თუ ვინმე რაღაცას ისე იტყვის ესე იტყვის მე უბრალოდ რაც მიკვირს ერთი ის მიკვირს რომ ესეთი განათლებული და ჭკვიანი ჟურნალისტი როგორც მაია ასათიანია რატო იქცეოდა ასე თქვენთან პროფილში მაშინ გადაცემა იყოს ერთი მიკვირს და მეორე მიუხედავად იმისა რომ მე სულითა და გულით მივესალმები ბატონ
ბატონ გოგი თოფაძეს და მის ლაპარაკს და ძალიან მომწონს მე ის ლაპარაკი როგორც ალბათ გორელს და როგორც ალბათ ძირძველ სტალინელის შვილს ალბათ ამიტომ მაინც მიყვარს იცით რა გოგი თოფაძე კომუნისტური პარტიის დროს იყო ერთი ფულიანი კაცი მე ძალიან კარგად ვიცნობდი მაგის ახლობლებს თბილისში მე ქობულეთის ქუჩაზე ვცხოვრობ თბილისში ის მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა ძალიან კარგად ვიცი ის იყო ერთ-ერთი მილიონერი თბილისში და საინტერესო როგორ უყვარს სტალინი სტალინი მაგნაირებს ხრატავდა ბატონო ჩემო მაგრამ აფრეტავდა ასახავდა ჰარიმანი ხომ გაგიგონიათ მე ჰარიმანი არა ეს არის ამერიკელი 30-იანი წლების უდიდესი ბიზნესმენი ჰარიმანი რომელთანაც იოსებ სტალინი ძალიან კარგად თანამშრომლობდა ეხლა რაც შეეხება გოგი თოფაძეს კი შეიძლება იყო მილიონერი შეიძლება იყო მილიარდერიც მაგრამ როდესაც შენი მამოლის ყივილი გესმის და ნაღდი ქართველი ხარ ხო მილიონები და მილიარდები უკვე გვერდზე მიდის და ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებ მერთმა არ აქნას ესეთი გრძნობა გაუკრეს მილიონერს მილიარდერს და რიგით მოქალა მაშინ დაიღუპება ჩვენი ქვეყანა მე დარწმუნებული ვარ ბატონ გოგის ეს სიტყვები ათქმეინა მამოლის ძილმა სიყვარული საქართველოს მე კი არ გეუბნები სტალინი უყვარს არ რაღაც მას უყვარს პირველ რიგში საქართველო მე ასე აღვიქვი და ასე ვიძახი მას თორე იმას რასაც თქვენ ამბობთ და გიკვირთ ხო მეც მიკვირს მაგრამ როდესაც ეს განცხადება გააკეთა მე სხვა კუთხით მივუდექი ამ ადამიანს და დავინახე ის დიდი ქართველობა რომელიც გადაარჩენ ჩვენ საქართველოს მომავალში ერთი პატარა განცხადება თუ შეიძლება კი ბატონო მე რა მაქვს ეხლა ცხა მაინცთან დაკავშირებით მე მინდა ჩემს ტელემაყურებლებს და თქვენს გითხრათ ერთი ძალიან დიდი გულის ტკივილი რომელიც მე მაქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქცევიან დღეს ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორები განსაკუთრებით პოლონელები ბალტიისპირეთის ქვეყნები ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ ევროპა მთლიანად მე ვფიქრობ ისინი გონს უნდა მოეგნონ და იმის მაგივრად რომ ჩამოდიოდნენ ქალაქ გორში 9 მაისს და მუხლი მოიდრიქონ იოსებ სტალინი პოლონეთი ყოველ შემთხვევაში სტალინის გადარჩენილია გითხრათ ჩამოვიდნენ და ბოდიშები უხადონ იოსებ ბესარიოზეს სტალინის იმისათვის რა ეპიტეტებითაც ისინი ამკობენ რატომ იმიტომ რომ იოსებ სტალინი და რუსი ხალხი რომ არ ყოფილიყო და საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო მათ შორის საქართველოში ქართველებმა 330,000 ქართველი ჩაწვა იმ ომში ამიტომ კიდევ ერთხელ ხედართავარი იყო იოსებ ბესარიოზეს სტალინის ქართველი კაცი ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ მინდა მივმართოთ თუ ისინი როდისმე ნახავენ ამ კადრებს ჩამობძანით გორში და ქედი მოიხარეთ იოსებ სტალინის ხსოვნისას ვაი თუ მოვიდეს ეგ დროც ბატონო ვაი თუ კი არა მე დარწმუნებ შეიძლება მე ვერ მოვესწრო მაგრამ აუცილებლად მოვა აუცილებლად იმიტომ რომ თქვენ წეგან საუბრის დასაწყისში ნამდვილად სწორად მიანიშნეთ იმაზე რომ მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებით მთელი ევროპა განსაკუთრებით ევროპა გადარჩა განსაკუთრებით ევროპა და ამიტომ ევროპელებს არ ეკადრებათ სტალინისადმი ასეთი დამოკიდებულება თქვენ სწორად შენიშნეთ ისიც რომ თქვენ არ გიყვართ სტალინი მაგრამ გაკეთებულ საქმეებს სად მიდიხარ კაცო აუცილებლად უნდა ხო ეს უნდა ვთქვა ამიტომ ევროპელებს ძალიან დიდი მოწიწებით კი არა მთელი მითი ბრძანებით და მე თქვენ სიმართლეს გეტყვით სტალინის ლანძღავს ის ხალხი ვინც საერთოდ არ იცის სტალინი ან ფულს უხდიან სტალინის ლანძღვაში და გულწრფელად სტალინს ლანძღავს აი ეს 1% რომელიც რესპუბლიკურ პარტიას უჭერს მხარს ის 1% თქვენ ფიქრობთ რომ რესპუბლიკურ პარტიამ რახან 2% მიიღო არჩევნებში 2% უჭერს მხარს ის ცოტა კიდე ხათრითა და იმითი და ამითია მომატებული რესპუბლიკურ პარტიას 1%-ით არ უჭერს მხარს აი ის ხალხი ლანძღავს გულწრფელად ხალხი რომელმაც საერთოდ არ იცის სტალინი ან ფული აქვს აღებული და უნდა ლანძღოს სამშობლოს ისტორია არ უყვართ всё აი სამშობლო არ უყვართ მამოლის ყივილი არ აქვს აი ბატონ გოგისი ხო თქვით ყივილი იგრძნო ყივილი მოაწვა ხელში მოაწვა და ათქმეინა სამართლიანობისათვის რაღაც ორიოდეს სიტყვა ხო თორემ მთლიანობაში ხო ვიცით არა რომ მილიონერია და არაფერი არ აკლია არაფერი მერტ არაფერი დააკლოს ხო მერტ არაფერი დააკლოს მაგრამ კიდე გიმეორებთ ამ ყველაფრის მიღმა არსებობს კიდევ ის რაც ჩვენ გვასულდგმულებს ყივილი სამშობლოსადმი სიყვარულის ყივილი აი ეს გვაქვს ჩვენ ქართველებს და ამის როგორც ბატონმა ზვიადმა გააკეთა განცხადება ამის ამოძირკვა უნდა დღეს დასავლეთს და ჩვენ ვითომ ვაი პატრიოტებს
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონო ლიკა აქ მობრძანებისათვის, დროის გამონახვისთვის, თქვენთვის ასეთი საჭირო დროის. კიდევ ერთხელ სულითა და გულით გილოცავთ 9 მაისის დღესასწაულს. თქვენ რომ ხართ მოლოთვის ღირსი მე მგონი ისე არავინ, ყველა თქვენს თანამებრძოლს, ეს იქნება გორელები, იქნება კომუნისტური პარტიის წევრები, იქნება თუ ორგანიზაცია სტალინელი იქნება, სულითა და გულით ვულოცავთ 9 მაისს და სულითა და გულით გისურვებთ დიდხან სიცოცხლეს და სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობა და თავისუფლება რო ყვარებია ხალხს ისი არავინ. ეს იმიტომ რომ ცოტა სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ. ჩვენ ძალიან გვჭირდება თავისუფლება, ძალიან გვჭირდება სამართლიანობა. ღმერთმა ქნას და გისმინოთ დიდმა უფალმა და ზუსტად ისე განთავისუფლდეს ჩვენი ქვეყანა ყველა გარშემო არა მოსურვეთა და არა მოყვარულთა და უფრო მტრების კარნახისაგან და ვაი რაღაცა კეთილდღეობისაგან, რომელსაც ჩვენ უფსკულის მეტი არაფერში არ მივყევართ და თქვენი თქმის არ ყავს, ცოდვა გამხელელი ჯობია, აღიარებისთვის არავინ არ დასჯილა და ჩვენც მოდი ვთქვათ, რომ დღესდღეობით წისვლისა ჩვენ არაფერი არ გვექნება. არაფერი არ წყობა ქვეყანას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლო ჩვენთან ერთად ყოფნისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს პატივცემულ სტუმარს მობრძანებისთვის და ღმერთმა დიდხან საცოცხლოს ის, ვისაც სიმართლე უყვარს, ვისაც სამართლიანობა უყვარს და მით უმეტეს შანსი ეძლევა, რომ ქვეყანა სამართლიან და სწორ გზაზე წაიყვანოს. დიდი მადლობა გორელებო, მრავალს დაესწარით, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და მომავალ ორშაბათამდე. კარგად ჯანდებოდეთ.